დააკვირდით გზაზე გვირგვინის სიმბოლოებს. აი შეხედეთ. ესენი უბრალოდ დეკორაცია არ გეგონოთ. ისინი გვიჩვენებენ გზას, ანუ მიმართულებას, რა გზასაც ბრატისლავაში მეფეთკუთხების დროს მეფეები გადიოდნენ. აქვე ახლოს არის წმინდა მარტინეს ტაძარი, სადაც ჯამში 11 მეფე და 8 დედოფალი აკურთხეს. და ყველა მათგანი ამ გზას გადიოდა. ისინი მიდიოდნენ შემდეგ ფრანცისკანულ ეკლესიაში, სადაც მეფეები არისტოკრატებს, რამდენიმე არისტოკრატს რაინდად აკურთხებდა და ბოლოს მსვლელობა მთავრდებოდა კორონაციის ბორცვზე. აქ მეფე 4-ვე მიმართულებით მოიქნებდა ხმალს და ეს იყო სიმბოლო, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას, რომ დაიცავდა თავის ქვეყანას 4-ვე მიმართულებით. აი, ნახეთ, ხალხმა აქ ისტორია მხოლოდ ძველ შენობებში კი არ შეინარჩუნეს და მუზეუმებში კი არ ჩაკეტეს. არამედ თავად მეფეების ისტორია გახადეს ტრადიცია. ყოველი წლის ივლისში სლოვაკები ძველ სლოვაკურ ტრადიციულ ფორმებში ჩაცმულები აი ამ გზას გადიან მსვლელობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ნახავენ ამ ისტორიას, აჩვენებენ ტურისტებს და გადაცემენ მომავალ თაობას. აი ასე ფაქიზად და პატივისცემით უთხილდება ევროპა საკუთარ ისტორიას.